ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია ლოგიკურად მართებული მსჯელობაო? საერთოდ ლოგიკურად მართებული მსჯელობა არის ის, რომელიც ყოველთვის სწორია და შეუძლებელია, რომ მისი საწინააღმდეგო კონფიგურაცია დადგინდეს და ამხილო ავტორი თავისივე სიცრუეში. ანუ მოცემულობა, რომელიც შეუცვლელია, ფიქსირებულია და სულ სწორი იქნება, მუდამ ჭეშმარიტი, ასე წინადადებებს ეწოდება ლოგიკურად მართებული, ხოლო იქ, სადაც შესაძლებელია, თუნდაც ერთ кейსში ავტორის მტკიცებულების და მტკიცების საწინააღმდეგო გარემოება დაამოწმო და წარუდგინო ეს მას და ავტორი შეარცხვინო, ასეთი წინადადება ლოგიკურად მართებულად არ ჩაითვლება. მაგალითად, პირველი, ყოველი ვარდი ყვავილია. როდესაც ეგეთი სიტყვები შეგვხვდება, წრიული დიაგრამების დახატვა ოპტიმალური. თუ ყოველი ვარდი ყვავილია, ვარდი იქნება შიგნით აწრე და გარეთ იქნება ყვავილი. როგორ უნდა გავიგოთ ეს წინადადება, ეს დიაგრამა როგორ წაიკითხება? მასე ნახე, ყველა ვარდი ყვავილია, მაგრამ მოიძებნება რაღაც წერტილი, რომელიც ყვავილია, თუმცა არ არის ვარდი, ხო? ზომიერ დიაგრამაში აი ესე ვიტყოდით და ასე გამოვსახავდით. როგორ გრძელდება მერე წინადადება? ეს მცენარე არ არის ვარდი, მაშასადამე ეს მცენარე არ არის ყვავილი. ანუ ნახე, ეგ შეიძლება მოხდეს რაღაცა სხვა მცენარე დახატო, მაგალითად იუკა სიტყვაზე, ან კორდილინა, მაგალითად კაქტუსი და რა ვიცი, პირობითად არ არიან ესენი ყვავილები, ხო? კაქტუსი ყვავილობს, მაგრამ ჩვენი მიზნებიდან გამომდინარე, დაუშვათ არ არიან ეს მცენარეები ყვავილები. მაშინ ხო, ცალკე წრე უნდა დაგეხატა და გეგონებოდა, რომ მაშასადამე ხო, ეს მცენარე, რომელიც აირჩიე, არც იუკა, არც კორდილინა, არც კაქტუსი ვარდი არ არის და ესე იგივე, თუ ვარდი არ არის, ავტომატურად ყვავილიც არ არისო. ეგ არის შეცდომა. იმიტომ რომ ეს არის კონკრეტული შემთხვევა, შესაძლებელია ამის მოდიფიცირება და აქვე რო ჩაწერო, მაგალითად, ზამბახი ვთქვათ, ხო? ტიტა ჩაწერო, ხო? ორქიდეა ჩაწერო. მარტო ვარდი ხო არ არსებობს სამყაროში. ეხლა ნახე ამ ჩაწერით რა დავამოწმე. დიახ, ყველა ვარდი ყვავილია, ეგრეა ამ დიაგრამის მიხედვით. ეს მცენარე, მაგალითად ტიტა, ზამბახი, ორქიდეა, ვარდი ნამდვილად არ არის, სხვადასხვა მცენარეებია. მაგრამ რა დავამოწმე, რომ ტიტაც, ზამბახიც და ორქიდეაც შესაძლებელია ყვავილის დიდ წრეში იჯდეს და ისხდნენ ეს სამნი და ავტომატურად გამოვა, რომ ეს სამივე ყვავილები არიან. ამიტომ დასკვნა იმისა, რომ მაშასადამე ეს მცენარე არ არის ყვავილი, ეგ ტყუილია. იმიტომ რომ როგორც გითხარი, თუ შეიძლება საპირისპირო დამტკიცდეს დასკვნისა, ისე რომ ავტორის წინაპირობებს დაემორჩილო, მაშინ ეგ წინადადება ლოგიკურად მართებული აღარ არის. ანუ მარტივად რო გითხრა, მოიძებნება სხვა მცენარე, რომელიც ვარდი არ იქნება, მაგრამ ყვავილი მართლა იქნება. მაინდა-მაინც ცხოვრებისეულად შეხედავ, იმიტომ რომ უფრო ლოგიკური ტესტებია, მაგალითად აი შემდეგი, თუნდაც ნახე აქ ხო ცხოვრებისეულ თემაზე არაა საუბარი. თუ ყოველი ყვავილი ვარდია, ხა ყველა ყვავილი ვარდი ხო არ არის, მაგრამ ლოგიკაში ხდება ეგეთები. დავხატოთ, აბა თუ ყოველი ყვავილი ვარდია, ანუ აქ პირიქით იქნება ყვავილი შიგნით, ვარდი გარეთ. დიახ, ყველა ყვავილი ვარდი გამოვიდა ასეთ შემთხვევაში, მაგრამ ლოგიკური თვალსაზრისით რაღაც ვარდი არის, მაგრამ ყვავილი არ არის. ხოლო ეს მცენარე არ არის ვარდი, მაშინ ეს მცენარე არ არის ყვავილი. ეგ უკვე სწორია, იმიტომ რომ ნახე ყველა ყვავილი ვარდია ნიშნავს, რომ ყვავილი არის ვარდის ქვესიმრავლე. ხო და თუ რაღაცა მცენარე იგივე აი ეს ახალი წრე შემოვიტანოთ, იუკა დავარქვათ, ხო? ან ალბიცია მაგალითად. ეგ თუ არ არის ვარდი, რა თქმა უნდა ვერ შეიჭრება ყვავილში. ხო ეგრეა, ანუ შენ რომ მოინდომო ამ ვერსიის საპირისპირო ვარიანტის დამტკიცება, მაშინ რაღაც მცენარე უნდა აიღო, გლედიჩია დაუშვათ და ნახე რა მოხდა, გლედიჩია შეახე ყვავილს და შეეცადე დაგემტკიცებინა, რომ ეს მცენარე არ არის ყვავილი ტყუილი, ანუ შეიძლება ყვავილი იყოსო გლედიჩიაო. ეგ შეცდომა იქნება, იმიტომ რომ აი მშუალედურ პირობას არ გვევ, ხოლო ეს მცენარე, ანუ შენ შემთხვევაში გლედიჩია, არ არის ვარდიო და როგორც კი მიაღწიე ყვავილამდე, რატომ მიაღწიე? ვარდის გავლა მოგიწია, ვარდის გავლა არ შეიძლება. ამიტომ მეორე,
100%-იანი სწორია. თუ ყველა ყვავილი ვარდია და რაღაც მცენარე ვარდი არ არის, ანუ ამ სიმრავლეში არ მოიაზრება და ვერ შეიჭრება, მით უმეტეს ვერ შეახებ ყვავილს, ხო? რა გასაკვირია. ამიტომ სწორია აქ ავტორი, ნამდვილად ეს მცენარე ყვავილი ვერ აღმოჩნდება. მესამე, თუ ეს მცენარე ყვავილია, ხოლო ყოველი ყვავილი ვარდია, მაშინ ეს მცენარე ვარდია. აქ პირველიდან ეხა თუ ეს მცენარე ყვავილია, მაქედან არ დავიწყებდით, მეორედან ნახე, ხოლო ყოველი ყვავილი ვარდია, აი ეგ არის ინფორმაციული პირობა. ყოველი ყვავილი ვარდია, ესე იგი იგივე რაღაც უნდა დავხატოთ, ხო? ყოველი ნიშნავს ყველას, ნებისმიერს, თითოეულს, ხო? ყველა ყვავილი ვარდია. დიახ, აი ეს დიაგრამა არის. ეხლა რა წერია? თუ ეს მცენარე ყვავილიაო, მაშინ ეს მცენარე ვარდიაო. ეგრე გამოვა, ხო? იმიტომ რომ ნახე, თუ ყველა ყვავილი ვარდია, ესე იგი ყვავილი არის ვარდის ქვესიმრავლე, ანუ ვარდი უფრო დიდი წრე არის. და სადაც არ უნდა დასვა წერტილები, აი ეს შინდისფერი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი, ვარდისფერი წერტილები, ეს ყველაფერი ხალხო არის აი ამ წინადადების შესატყვისი გარემოება. მე რა წერტილებიც დავსვი, ეგენი მცენარეებია და ყვავილები. ხო და რა გამოვიდა? თუ ყველა ყვავილი ვარდია და ყვავილში კიდე რაღაცა მცენარეს ჩასვალ, ეს წერტილები ავტომატურად დიდი წრიული დიაგრამის ნაწილი აღმოჩნდება და ეგ მცენარეები ავტომატურად ვარდები გამოვლენ. დიახ. ამიტომ თავარია აი წრიული დიაგრამის გენერალური შინაარსის დაუფლება და შესწავლა და მერე უკვე ყველაფერი გამარტივდება. მეორე და მესამე არის ის, რაც ურყევია, ანუ ლოგიკურად მუდამ მართებული. შემდეგ, თუ მოცემულია, თუ ფოტოგრაფი იყენებს ჩამკეტის სწრაფ სიჩქარეს, მაშინ იმ შემთხვევაში, თუ ის ფოტოს გადაუღებს სპორტსმენს, ამ ფოტოზე მოძრაობა გაყინული იქნება. თუ მოძრაობის სამსახველი ფოტო გადღაბნილია, მაშინ ამ ფოტოზე მოძრაობა ვერ იქნება გაყინული. ანუ რა ხდება, ნახე, შენ თუ ფოტოგრაფი ხარ და ჩამკეტის სწრაფი სიჩქარე გამოიყენე აპარატზე, ხო? იმ შემთხვევაში თუ სპორტსმენს გადაუღებ ფოტოს, გაყინული იქნება სურათი. მაგრამ თუ მოძრაობის სამსახველი ფოტო, მათ შორის რა თქმა უნდა სპორტსმენის მოძრაობის სამსახველი ფოტო, ხო? თუ ეს სპორტსმენი მოძრაობს, გადღაბნილი თუ იქნება, გაყინული ვერ იქნება, ხო? ამ ფოტოზე მოძრაობა. ესე იგი, გაყინული ვერ იქნება, რას ნიშნავს? ერთგვარად მოძრავია, ანუ თუ გადღაბნილია, ხო ხვდები როგორი იქნება. არაგაყინული იქნება, აზელილი და ალუზიას დაბადებს, რომ მოძრაობს ადამიანი, ხო გინახავთ ეგეთი ფოტოები. ანუ ეს ორი ერთმანეთთან რაღაცნაირად უნდა შევარიგოთ და კითხვა არის ჩამოთვლითაგან რომელი გამომდინარეობს მოცემულობიდანო. მოდი სანამ პასუხებს წავიკითხავ, ისევ ვთქვათ, ეხა თუ გადაუღეთ სპორტსმენს ფოტო და მე და შენ ფოტოგრაფები ვართ და ჩამკეტის სწრაფი სიჩქარე გამოვიყენეთ, მოძრაობა ხო გაყინული იქნება. ხო და რა ფოტოც კი გადღაბნილი იქნებაო, მანდო მოძრაობა გაყინული ვერ იქნებაო. ესე იგი შეუძლებელია შენ გადაუღო სპორტსმენს ფოტო, მოძრაობა გაყინული იყოს და თან ფოტო გადღაბნილი იყოს, იმიტომ რომ გადღაბნილზე გაყინული მოძრაობა ვერ იქნება. ეგ არის მთელი იდეა ამ ტესტისა. აბა პირველი ავერსია. თუ რომელი გამომდინარეობს, ანუ დასკვნა რაც ყოველთვის ასე იქნება. პირველი, თუ ფოტოგრაფი იყენებს ჩამკეტის სწრაფ სიჩქარეს, ესე იგი ვემორჩილებით თუდან დაწყებულ პირობას და როგორც წერია, ეგრე მოქმედებთ, მასე უნდა დაუჯეროთ ავტორს და მივყვეთ, ანუ მართლა როცა იყენებს ჩამკეტის სწრაფ სიჩქარეს, რა მოხდება? მაშინ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ გადაღებული სპორტსმენის ფოტო არ არის გადღაბნილი, ამ ფოტოზე მოძრაობა არ არის გაყინული. საინტერესო ვერსიაა, ნახე, თუ ჩამკეტის სწრაფი სიჩქარე გამოიყენე, როდესაც სპორტსმენს ფოტოს გადაუღებ, აი ეს ნაწილი ამ ფოტოზე მოძრაობა არ არის გაყინული, ეგ ვერასოდეს ვერ მოხდება. იმიტომ რომ პირველი წინადადება აშკარად ამბობს, რომ როგორც კი მოძრავ სპორტსმენს ფოტოს გადაუღებ, მოძრაობა გაიყინებაო.
გაყინული იქნებაო მოძრაობა. ხო და აქ სულ რო გამოტოვო გადღაბნის მომენტი, მაინც არასწორია პირველი ვერსია, იმიტომ რომ ჩამკეტის სწრაფი სიჩქარე გამოიყენე, როდესაც სპორტსმენს გადაუღე ფოტო, მოძრაობა უნდა გაიყინოს. აქ რა წერია? როდესაც ამ ყველაფერს განახორციელებო, შენ თუ სპორტსმენს ფოტოს უღებო, მოძრაობა გაყინული არ იქნებაო. ეგ უკვე შეცდომაა, კონტრადიქციაა, ხო ხვდები? რაც შეეხება შუა ნაწილს, რომ სპორტსმენის ფოტო არ არის გადღაბნილი, ეგ სწორია, გადღაბნილი არ უნდა იყოს, თორე თუ გადღაბნილი იქნება, გადღაბნილ ფოტოზე მოძრაობა ვერ იქნება გაყინული. ჩვენ ვიცით, რომ როცა სპორტსმენს ფოტოს უღებთ, ჩამკეტის სწრაფი სიჩქარით ის გაიყინება. გადღაბნილი ფოტო ბლოკავს გაყინვას, ამიტომ არ უნდა იყოს გადღაბნილი. ეგ სწორია, მაგრამ მერე დაგვირგვინება ამით, რომ მოძრაობა გაყინული არ იქნებაო, ყველა შენ პროგრესს წყალში ყრი და პირველი ვერსია არასწორი გამოდის, ხო? B ვარიანტი, თუ ფოტოგრაფი იყენებს ჩამკეტის სწრაფ სიჩქარეს, მაშინ მის მიერ გადაღებული სპორტსმენის ფოტო არ არის გადღაბნილი. ეს უკვე სრულყოფილი პასუხია, ხო? რატო იმის გამო, რაც ვისაუბრეთ და რაც ვილაპარაკეთ, ხო? იმიტომ რომ ვემორჩილებით პირობას, თუ ფოტოგრაფმა გამოიყენა ჩამკეტის სწრაფი სიჩქარე და გადავუღეთ სპორტსმენს ფოტო, ამ ფოტოზე მოძრაობა როგორია? გაყინული იქნება, ხო? ხო და ნახე, რისთვის არის მეორე წინადადება მოცემული. ჩვენ მივხვდით, რომ მართლა მაგ სცენარზეა საუბარი, როცა მის მიერ გადაღებული სპორტსმენის ფოტო ჯერ ჩვენ ვთქვათ, როგორი იქნება. აი აქ როგორც წერია, ხო, მოძრაობა გაყინული იქნება. სპორტსმენის ფოტო იქნება გაყინული. ხო და ნახე, თუ ფოტო გადღაბნილი იქნებოდა, რა წერია? მაშინ ამ ფოტოზე მოძრაობა ვერ იქნებაო გაყინულიო. არა და 100-იანი გაყინულია. იმიტომ რომ პირველი წინადადების თანახმად ჩამკეტის სწრაფი სიჩქარე გამოიყენე, სპორტსმენს მოძრავს ფოტო გადაუღე და გაიყინა. ხო და გადღაბნილ ფოტოზე ეგ გაყინვა ვერ მოხდებოდა. ესე იგი როგორი ფოტო უნდა გქონდეს თუ გაყინული სპორტსმენია, არა გადღაბნილი. ამიტომ გამოდის B ვერსია, დიახ. ძნელია, რა ვიცი, არ ამგონია რა. უბრალოდ ცოტა დაფიქრება და დრო ჭირდება. G ვარიანტი, თუ ფოტოგრაფი არ იყენებს ჩამკეტის სწრაფ სიჩქარეს, იცი რა არის? როცა პირობა იწყება ესე, თუ ფოტოგრაფი იყენებს ჩამკეტის სწრაფ სიჩქარეს, ავტორი პასუხისმგებელია და ჩვენს მხოლოდ იმ გარემოებაზე, როცა ჩამკეტის სწრაფი სიჩქარე გამოვიყენეთ და გამოიყენა ფოტოგრაფმა. მაგრამ როცა ფოტოგრაფი არ იყენებს ჩამკეტის სწრაფ სიჩქარეს, მანდ უკვე რა მოხდება? ჩვენ თუ შენ მისმენდი წინა ვიდეოებს უსმენდი და ისედაც ჩემი ახსნელი შენთვის დაცნობია, შენ იცი რომ თუ ნაწილაკი პირობით წინადადება რა არის? თუ ნაწილაკი თუ კი მოიშალა, ანუ ის რა კონტრაქტსაც ავტორი გიდებს, თუ იმის საწინააღმდეგო გარემოებას იკვლევ, როგორც გინდა ისე წარმართე რეზულტატი, შენ ხელში არის. ანუ ჩვეულებრივი ესე იგი ის არის რა, თეატრი არის თოჯინების და ეს სიმები შენ გიჭირავს და როგორც გინდა ისე ატრიალებ ამ თოჯინებს და ანუ რეზულტატს როგორც გინდა მოკარგავ, ხო? იმიტომ რომ წერია ჩამკეტის სწრაფი სიჩქარის გამოყენების შემთხვევაში რა ხდება და არ გამოყენების შემთხვევაში რა ხდება, ეგ შენ ხელთ არის. ეგ სულ ახალი პირობაა, brand new ამბავია რა, ხვდები? მაგრამ მაინც წავიკი, ანუ ყველა ვარიანტში G-ც, D-ც და E-ც არასწორია, იმიტომ რომ არ იყენებს წერია. არ იყენებს რას ნიშნავს? მაგაზე ინფორმაცია არ აქვს, რაც გინდა მოხდეს, სულ ერთი. მაინც წავიკითხოთ, თუ ფოტოგრაფი არ იყენებს ჩამკეტის სწრაფ სიჩქარეს, მაშინ იმ შემთხვევაში თუ მან ფოტო გადაუღო სპორტსმენს, ეს ფოტო გადღაბნილია. ეგ შეიძლება მოხდეს. რატო? იმიტომ რომ თუ ჩამკეტის სწრაფი სიჩქარე გამოიყენა ტიპმა, მაშინ მოძრაობა გაყინული იქნება, მაგრამ თუ არ გამოიყენა, შეიძლება იყოს გაყინული მოძრაობა, შეიძლება არა. და თუ იმ кейსს განიხილავ, რომ მოძრაობა გაყინული არ არის, ხო, მაშინ შეიძლება ფოტო გადღაბნილი იყოს და ემთხვევა მეორე წინადადებას, რომ გადღაბნილ ფოტოზე მოძრაობა ვერ იქნება გაყინული. ეგ ერთ-ერთი შანსია. მაშინ იკითხავ, რატო არის არასწორი? იმიტომ რომ საპირისპირო ვერსიაც არსებობს. თუ ჩამკეტის სწრაფი სიჩქარე არ გამოვიყენეთ, რეზულტატი უცნობია. შეიძლება სპორტსმენს რო ფოტო გადაუღეთ, მოძრაობა მაინც გაყინული იყოს, რატომაც არა, იმიტომ რომ ახალი პირობის შედეგი როგორია დაუზუსტებელია. ხო და მასეთ შემთხვევაში თუ გაყინულია კაცი ფოტოზე, ეს ფოტო გადღაბნილი როგორ გაიქნება? გადღაბნილ ფოტოზე მოძრაობა
გაყინული შეუძლებელია იყოს. ამიტომ რადგან ეგ ვერსია არსებობს, ეგ ალბათობა, G ვარიანტი, ვერ ჩაითვლება ყოველთვის სწორად, გამომდინარეობად. D ვერსია აქაც არ იყენებს, ეგრევე შეგიძლია გამორიცხო, მაგრამ ვთქვათ 2-ოდე სიტყვა, თუ ფოტოგრაფი არ იყენებს ჩამკეტის სწრაფ სიჩქარეს, მაშინ მის მიერ გადაღებულ სპორტსმენის ფოტოზე მოძრაობა გაყინულია. ეგეც, ხო, შეიძლება იყოს, შეიძლება არა. იმიტომ რომ, ძალიან მარტივი თემაა რა, შენ რო ჩააბარო წაკითხulis გაზრება, წერა, ლოგიკა და რო თქვა რომ რაოდენობრივი თუ ჩავაბარე, სტუდენტი გავხდები, მაგისტრი გავხდები. რაოდენობრივი თუ ვერ ჩააბარე რა, ვერ გახდები? ხო, შეიძლება მაინც გახდე. იმიტომ რომ კი არა და აუცილებლად ხდება, იმიტომ რომ 3 ნაწილის ჩაბარების შემთხვევაში ხო მოიპოვებს სწავლის უფლებას. ხო და რა ხდება, ნახე, თუ ფოტოგრაფი არ იყენებს ჩამკეტის სწრაფ სიჩქარეს, შედეგი მაინც შეიძლება იგივე იყოს, რაც ჩამკეტის გამოყენების შემთხვევაში, სწრაფი სიჩქარის აღების დროს. ორი განსხვავებული მოვლენა შეიძლება ერთსა და იმავე რეზულტატს გაძლევდეს. მაგალითად, ურთიერთობაში გოგოს შეიძლება ერთი რამ უთხრა და მაინც უარი გითხრას და რეჯექტდე და მეორე რამ უთხრა, სულ სხვა რაკურსით და სხვა გაგებით და მაინც და რეჯექტდე. ხო, ეგ ხო ნაცნობი თემაა, მოდი გულს რა ვთქვა. ხო, ეგრეა. ხო და მაგალითად არ უნდადეს შენთან შეყვარებული რო იყოს შენი და დარეჯექტი, მაგრამ მეგობრობა თუ გინდა რა, მიგიღებს? არა, ეგრე არ არის. სხვათა შორის ერთმანეთს გეტყვი, თუ გოგოს მეგობრობაც არ უნდა შენთან. როგორი თემაა, თუ გოგოს, გეუნება რომ მოდი მეგობრები ვიყოთ, იდეაში მეგობრობაც არ უნდა შენთან. ზრდილობის გამო გეუნება რა. ეგრეა. ხო და მოკლედ ორი განსხვავებული მოვლენა ერთ და იგივე რამეს შეიძლება იწოდეს. ტელეფონი შეიძლება Apple-ის კონდეს, iPhone-ი ან ჩემსავით Samsung-ი და ორივეთი დარეკავ აზრი. ხო და თუ ფოტოგრაფი არ იყენებს ჩამკეტის სისწრაფეს, შეიძლება გაყინული იყოს, როგორ არა. მაგრამ შეიძლება არც იყოს, ხო? ეგ რეზულტატი უცნობია. მე ხა გესაუბრე იმაზე, რომ ორი განსხვავებული რამ შეიძლება ერთსა და იგივე შედეგს იწვევდეს. მაგრამ Apple-ით შეიძლება და ეგრეც არის, ისეთი ხარისხის ფოტო გადაიღო, რომ მე Samsung-ით ვერ გადავიღო. ხო და ეგრევე ვიტყოდით, რომ თუ გიო არ გამოიყენებს Apple-ს, მაშინ მისი ფოტო, ცუდი იქნება. თუ ჩამკეტის სწრაფი სიჩქარე არ გამოიყენა კაცმა, შესაძლებელია, რადგან ახალი პირობა იქნება, მოძრაობა იყოს გაყინული ან არ იყოს. ეგ მეორე ზიანდებას საერთოდ არ უკავშირდება. და ეს ვარიანტი, თუ ფოტოგრაფი არ იყენებს ჩამკეტის სწრაფ სიჩქარეს, ესეც არასწორია, იმიტომ რომ არ გამოყენებაზე ინფორმაცია არ გვაქვს. მაშინ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ გადაღებული სპორტსმენის ფოტო გადღაბნილია, მაშინ ამ ფოტოზე მოძრაობა გაყინულია. თუ კი წინა ვარიანტებში შეიძლებოდა მსჯელობა იმაზე, რომ რადგან არ იყენებდა ჩამკეტის სწრაფ სიჩქარეს, მოვლენათა ნებისმიერი განვითარება მისაღები იყო და არაფერი გვეწინააღმდეგებოდა, ვარიანტი უკვე შეუძლებელია, იმიტომ რომ თუ არ იყენებს სწრაფ სიჩქარეს, გეთანხმებით, რომ შეიძლება მის მიერ გადაღებული სპორტსმენის ფოტო გადღაბნილი იყოს, მაგაში ხარვეზი არ არის, მოსალოდნელია ეგ. შეიძლება მოხდეს, მაგრამ ნახე, ეს შეუძლებელია, რომ გადღაბნილ ფოტოზე მოძრაობა გაყინული იყოს. ეგ პირდაპირ ეწინააღმდეგება მეორე წინადადებას. თუ მოძრაობის ამსახველი ფოტო გადღაბნილია, რა წერია? მოძრაობა ამ ფოტოზე გაყინული ვერ იქნება. კიდე წერია გადღაბნილზე ფოტო გაყინულია. ეგ შეუძლებელია. განურჩევლად იმისა, გამოიყენებ თუ არა ჩამკეტის სწრაფ სიჩქარეს. ხო. ესეთი ამბავია. ხო და ის მართლა მასე არის, კი. მე მესმის ბევრნაირი აზრი არსებობს, მაგრამ გენერალურად რა, რო დაფიქრდე, ხა გარკვეული გამოცდილება ხო მეც მაქვს კაცი 32 წლის ვარ. თუ გაფრენდზოუნებს გოგო, დიდია ალბათობა, რომ მეგობრადაც არ უნდიხარ. ეგრე. ხოლო თუ გოგოები მისმენთ და ბევრი მისმენთ, ხო ვიცი? ხო ასე არის, გულწრფელად თქვით. ხო. კაი, მოდი ეს აქ დავსტოპდეთ და აბა შემდეგ ვიდეომდე.